სახში მუზა რომ მომივა ხოლმე რამის გაკეთების და რა დეტალები სჭირდება, მე ალაზანზე მოვდივარ ხოლმე აქ. იმ დეტალების ასაღებად. მე ვარ დავით ბუჩუკური, ქალაქ ახმეტიდან, ქვის ოსტატი. ჩემი მუზეების მკეთებელი, ბავშვობის ინტერესები, ბავშვობის რაღაც მდგომარეობების კეთება მიყვარს, იმიტომ რომ ყველა ადამიანს გააჩნია ბავშვური ოცნებები. ჩემი ბავშვობის ოცნებებია, სურვილები, რომ მქონოდა სახში აუზი და თევზები მყოლოდა შიგ. მთელი ბავშვობა სათევზაოდ მიყვარდა სიარული, ბუნებასთან ურთიერთობა და დავადექი და ცოტა დღეს, ცოტა ხვალ ნენელა ამოთხარე ხელით მთლიანი და ავაშენეთ თანდათან. ეხლა თევზებიც ყავს, ბავშვებიც ბანაობენ ხოლმე. მე ამ ყველაფერს ვაკეთებ, იმიტომ რომ უკეთეს ვერაფერს გააკეთებს ადამიანი. ბავშვობიდან სულ მუშაობ, ეს სახლიც 13 წლის ვიყავი, ჩემი ძმა 12-ის საძირკვლის 9 რო დავიწყე. სწავლობდი და ვმუშაობდი. წიგნი მეჭირა და ქვები. სულ ესე მოვდივარ. როცა შრომობს ადამიანი, უფრო ადვილია ცხოვრების გავლაც. დილა რო თენდება, ვდგები და ვიწყებ იმით, რაც იმ მომენტში ჩანს, რომ ვაკეთო. აი ამ ლამპიონს ვაკეთებ ახლა. ეს არის ჩემი მუზა. შემდეგ უკვე ადგილ შეურჩევ, საჯობია ის ფორმა, რომ ჩაჯდეს კონტექსტში. და ესე თანდათან სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა სახის ნატურებს დავამონტაჟებ მთლიან ეზოში. აი ეს არის გაქვავებული ცხოველის ნაწილი. ეს ქვა არ არის. აი ეს არის სასა, ზედა. აი ეს ადგილი არის ენას რო გამოყოფს ხოლმე რეპტილია და შეიტანს. ამით აქ არის რეცეპტორები, რომლითაც გარეთ სუნს და გემოს იგებს. ეს ილტოდა. ეს არის სილიციუმის პერიოდის სამყარო, როცა იყო დედამიწაზე. მაშინ სხეულები არ ალპებოდა, მაშინ კრისტალდებოდა. და დაკრისტალებული ცხოველის ყბა არის ნაწილი. ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ის ჩემი ფიქრებია, ის ჩემი ხედვაა, ის ჩემი გულის სამყაროა, რომელიც არ ჩანს ყველასთვის, მაგრამ მე რო იმას ქვით, ხით, მატერიალურ ფორმებს ვაძლევ, ეს ნიშნავს, რომ ჩემი უხილავი სამყარო გამომაქვს მატერიაში, რომელშიც შეიძლება, რომ მე სხვა ადამიანებიც იყვნენ და იმ ხილული მდგომარეობით დადგნენ. იყო პერიოდი, როცა მე მოხალისედ წავედი აფხაზეთის ომში. აქედან წასულზე რო ამაყობდნენ ჩვენზე, რო ჩამოვედი, სულ საპირისპირო მდგომარეობები და საპირისპირო ურთიერთობები დავინახე და მაშინ მომივიდა იმედგაცრუება იმისი, რომ მე მეგონა, რომ ადამიანების გულისთვის წირავდი თავს და თურმე ვინებსაც ადამიანება თვლდი, იმათ ვერ მიიღეს ჩემი მოქმედება. ალბათ თუ ადამიანი მოკვდება, მაშინ იმ ომში მერე გმირის სახელის ქვეშ ნიანგის ცრემლები დატირიან ხოლმე და იმის სახელსაც კი თვითონ იყენებენ, ისეთი პარაზიტული აზროვნებაა გავრცელებული და ცოცხალი კიდე არავის ჭირდებათ, ეგრევე ვიგრძენი ზურგი შექცევა, რომ ჩამოვედი.
ამან გამოიწვია ჩემში ძალიან ძლიერი სტრესი, უბრალოდ აი თითქოს რაღაცა გადატრიალდა მთლიან აზროვნებაში. და ამ სტრესების გაძლებაში და გადატანაში ეს საქმიანობა დამეხმარა, იმიტომ რომ როცა ადამიანი სილამაზეს ქმნის, ვერ იქნება იქ დაძაბული და ნერვიულობის განცდით. კიდევ და კიდევ ვაპირებ გაგრძელებას, დასრულებას ამ ყველაფრის. რომ შევქმნა ის კომფორტის ზონა იმ სიმყუდროვეთ, რაც დაწყებული მაქვს და ნაფიქრი მაქვს.